სახელითა მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. არს და იყოს. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ. თქვენ და სულიად საქართველო ამინ. ამინ. დღევანდელი ჩვენი წირვა, მსახურება, სამადლობელი მსხვერპლი არის დავით აღმაშენებელის ხსენებასთან დაკავშირებული. მოგეხსენებათ დავით აღმაშენებელის სახელიც კი მახსენდება ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა, როდესაც გაბრიელ ეპისკოპოსი გარდაიცვალა და ასეთ რამეს ამბობს. არიან ადამიანებიო, რომელთა სახელთა ხსენებაც კი კწორთნისო. ანუ მის სახელს რომ ახსენებ, რაღაცა სხვა შემართება გეუფლება. ყველას უნდა დავითვალო, აბსოლუტურად ყველას. მთავარია, მეფეა, იმის შემდგომ მთავრობა, მხედრობა, უბრალო გლეხია, ყველას უნდა დავითვალო. აი ეს არის ნამდვილი მისიონერობა, ეს არის ნამდვილი ცხოვრების წესი, რომელიც შეიძლება შენ დატოვო, გავიდეს ამდენი წელიწადი და კვლავ შენ სახელს ასე ახსენებდნენ და კვლავ შენი სახელი როგორც აი მართლა წორთნის ადამიანს ასეთ წორთნაში გაგდებდეს სწორედ მისი სახელის ხსენება 900 წელი გავიდა. ჩვენ 900 წლის თავს დღესასწაულობ დავით აღმაშენებლისას და რომ დავიწყო საუბარი. აი ახლა ძალიან გამიჭირდება რომელ თემაზე უნდა გელაპარაკოთ, რომ როგორ გააერთიანა ქვეყანა, როგორ თქვათ ქართული სული დააბრუნა, როგორ თქვათ ქართული საეკლესიო მსახურება, როგორ თქვათ აღადგინა და რუსეთის კრება ჩაატარა, თუ თქვათ განათლების სფეროში რა ჩაიდინა, რომ ესე იგი აკადემიები გაახსნა საქართველოში, გელათისა და იყალტოსი და ასე შემდგომ. აი რომელი ერთი თემაზე შეიძლება დავიწყოთ ჩვენ საუბარი, რომ გვეყოს დღევანდელი დღე ამ თემაზე სასაუბრო. არც ერთი აი რაღაც ისეთი მრავალწახნაგა ამბავია, რომ ყველა მიმართულებით, რომელზეც არ დავიწყოთ ლაპარაკს, ყველგან შეიძლება ამოუწურავი იყოს ეს თემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გააკეთა მან და იმდენად ბევრი რომ ერთი ადამიანისთვის რაღაცა შენ გონებაშიც გიჭირს ამის დატოვნა, შეიძლება თუ არა ერთ ადამიანს ამის გაკეთება. მაგრამ მე გეტყვით ახლა მთავარი რა გააკეთა მან. რითიც სხვა ყველაფერი დანარჩენი მოხდა. მთავარი რა გააკეთა, იცით? იმედი დაუბრუნა საზოგადოებას. იმედი, ღმერთის რწმენა დაუბრუნა საზოგადოებას. და ეს იცით როგორ გააკეთა? თავისი ცხოვრების წესი დადო მაგალითად. ბრძოლა იყო პირველი იყო ამ ბრძოლაში. ლოცვა იყო პირველი იყო ამ ლოცვაში. მარხვა იყო პირველი იყო აი ამ მარხვაში. განათლება იყო, მინდა გითხრათ, რომ ისეთი პაექრობა შეეძლო მას, მათ შორის მუსულმანებთან, მათ შორის არამართლმადიდებლებთან, რომ თვითონ სასულიერო პირებიც კი დადუმებულები უსმენდნენ და უყურებდნენ, იმიტომ რომ განათლებაშიც ასეთი პირველი იყო. ამიტომაც მე დღევანდელი ქადაგება რომ დავიწყე, რომ დავითობა ყველას უნდა მეთქი, დავითობა ყველას უნდა, მაგრამ არა საკუთარი შრომის ხარჯზე. დავითობა უნდათ გამზადებულ ტახტზე, გამზადებულ განათლების სფეროში, გამზადებულ ომში, მოგებულ ომში, გამზადებულ აი ყველგან სუფრასთან, ყველგან გამზადებული სჭირდება ეს ყველაფერი და მერე დავითია. მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ დავითმა ამის მისაღწევად რა გააკეთა. რომ ტყეში დაიწყო მან თავისი მეფობა, რომ დღედაღამ ლოცულობდა, რომ დღედაღამ წმინდა წერილი გადაშლილი ქონდა და მთელი მისი ცხოვრება, ყველა მისი ომი, ყველა მაგალითი, რომელიც მისი ცხოვრებიდან შეიძლება ჩვენ მოვიყვანოთ დღეს და დავასახელოთ, არის ბიბლიის გამეორება, ბიბლიის რომელიღაცა ისტორიის. წაიკითხეთ მეფეთა წიგნები, წაიკითხეთ მსაჯულთა წიგნი, ძველი აღთქმისა და თვალწინ დაგიდგებათ დავით აღმაშენებელი. მისი ბრძოლები, მისი ეს შემართება და მისი ეს დამსახურება, რაც არის, ყველაფერი ეს გახლავთ ბიბლიიდან გადმოტანილი თავის ცხოვრებაში. ეს კაცი თავისით კი არ იგონებდა ამას. რაღაც კი არ იჯდა და რაღაც კი არ ფანტაზიორობდა. ბიბლიიდან იღებდა ყველა მაგალითს, რომელიც მის ცხოვრებაში დადგებოდა. ქვეყანას დაუდგებოდა თუ პირად ცხოვრებაში დაუდგებოდა, ბიბლიიდან იყო და ამიტომაც გახდა ის დავითი. სახელმძღვანელო მისი ბიბლია იყო და მისი ცხოვრება შეწირული იყო, იმიტომ რომ გარდაცვალების ასაკი იცით?
52 და 13 წელი აღარც კი მახსოვს ზუსტად. სრულიად ახალგაზრდა კაცი. რატომ უნდა გარდაცვლილიყო, როგორ ფიქრობთ თქვენ? იმიტომ რომ საწოლში წოლაზე მეტი უნაგირზე იჯდა და ცხენდაცხენ დაზდებდა და მტრებს ებრძოდა. საწოლზე წოლაში მეტი მუხლებზე იდგა და ლოცულობდა ღვთის წინაშე. აი, შედეგი თუ უნდა დაუდგეს ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა ეს პირადი ცხოვრება, არ აქვს მნიშვნელობა ეს რაღაცა საზოგადოებრივი მოღვაწეობა, თუ მთავრობა ხარ, დავითობა თუ მოგდომებია, მაშინ კეთილი უნდა ინებოდა სწორედ ასე. ვიღაცის ხარჯზე კი არ უნდა გაკეთდეს ეს, შენი შრომის, შენი ღამისთევის, შენი ლოცვისა და მარხვის და შენი გაწირულობის ხარჯზე უნდა მოხდეს ეს. და როდესაც დაგეკისრება ასეთი მოვალეობა, აი ფსალმონის ისა რა ქვია ციტატა, რომელიც ჩვენ გვესმის წარდგომაზე და აღამაღლოს უფალმან რჩეული თვისი, როდესაც ამას ვკითხულობ, რას ნიშნავს აღამაღლოს? ამაღლებით თითოეული ადამიანი შეიძლება აღამაღლოს, მაგრამ თავარი აქ ის არის, რომ ჩემი ნება თუ ეთანხმება საფრთხო ნებას. თორე გამორჩევა შეიძლება მოხდეს შენი და დაგადგინოს შენ ღმერთმა. ამა თუ იმ თავრად არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყნის თავარი იქნები თუ შენი სამსახურის თავარი იქნები თუ შენი ოჯახის თავარი იქნები. თავრად ხარ დადგენილი და აგამაღლა ღმერთმა ამისთვის, მაგრამ ეთანხმება კია შენი ნება, ღვთის ნებას. და აი ეს არის დავითი, ვინც აბსოლუტურად თავი მიუძღვნა ამ ღვთის ნების აღსრულებას თავისი ქვეყნისთვის, თავისი ეკლესიისთვის და დადგა ის შედეგი, რომელიც შედეგიდაც ჩვენ 900 წელიწადია გასული, მაგრამ ყოველთვის, როდესაც რაიმე ქართველობა გაგვახსენდება და გულზე ჯიღის დარტყმა მოგვინდება, პირველი სახელი, რომელსაც ამოვიძახებთ, რა არის? დავით. ვიტყვით დავითს. ოღონდ არა ცხოვრების წესის მიბაძვით, არამედ იმ სიამაყით, რომ ყავდა ასეთი დავითი და კი არ ყავდა, ყავდა აქ, როდესაც ცხოვრობდა და ეხლა ყავს სათასასუფეველში, რომლის ლოცვითაც ქრისტე ღმერთო, შენ გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო. ამინ.